მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ დავაშვით Dictators No Peace და აქ ახლა ვნახულობ, ანუ აქ უნდა გავაზრდოთ ჩვენი ჯარი, საქართველოს ჯარი, რომ კარგი ჯარი გვყავდეს ხა რა თქმა უნდა. აქ ვაზრდებ იმას, რომ ფული ბევრი ქონან, ბევრი მოგვემატყოს და ჯერჯერობით უნდა მოვძებნოთ პატარა ქვეყნები, რომ იგი დავიხუროთ და საქართველოს უფრო დიდი გავხადოთ და მე დიდი ქვეყნებით ვიწყებთ. ჯერ პატარა ქვეყნებით ვიწყებთ, იმიტომ რომ პატარა ქვეყნები მარტივია რომ დავიხუროთ და აქ გავაზრდე ჯარი, საქართველოს ჯარი და ვთვლით არ ვიცი აქ არ ვიცი ამ ქვეყნის სახელი. ხო და აქ უნდა 10 ფაუნდ ეძახიან რაღაცა. მაგერ ხოძულებს კიდე ბევრი ფული მივიღოთ. აქ რა თქმა უნდა ვეძებთ სომხეთს, რომ სომხეთი ასე დავიმყროთ და ვაძრებთ ახლა ჯარს იმისთვის, რომ სომხეთს ვებრძოლოთ და მოვიგოთ მასთან ომი. ვებძვით. მოვუგეთ და ეხა აქ გითხრეს, ანუ იაპონიიდან უნდა ავიღოთ თივა და გავაგზავნოთ ინდოეთში. ხო. და მაგისთვის მოვძებნე, რა თქმა უნდა, ინდოეთი და იაპონია. ნახულობ აქ ინდოეთს და იაპონიას. მოვძებნე იაპონიაც და ეხა აქ უნდა მივიდეს გემი, რომელიც დავიხმარება ბევრი ფულანი. აქედან ავიღებ თივებს და ჩავაბარებთ ინდოეთში და ძალიან ბევრი ფულს ავიღებთ. მიდის აქ გემი. და მივიდა ეხა გემი და აქ ვყიდულობ თივას, რა თქმა უნდა, რომ აქ დამავიწყდა რა უნდა მეყიდა და უნდა მეყიდა თივა. და ვიყიდე თივაც და უნდა წავიდე ეხა ინდოეთის ტერიტორიაზე, რომ იქ ჩავაბარო ეს თივები. მიდის გემი. ხო და ეხა აქ უნდა დავაწვეთ ცელს და იმ თივას ვაჭერთ, რომელიც გასაყიდად უნდა გავყიდოთ რა. და აგერ უკვე ხედავთ, რომ ბევრი ფული გვაქვს. და ეხლა ვნახულობ მე იმებს, პატარა ქვეყნებს და ეხლა გავაზრდეთ ჩვენი ჯარი და მოლდოვასთან მივედით, რომ ვებრძოლოთ, დავიმყროთ ეს ქვეყანაც. მოლდოვა დავიმყარით. ხო და მოლდოვას ტერიტორია ჩვენია. უნდა გავაზრდო არმენიას ჯარი, ანუ საქართველოს ჯარი არმენიაზე და მოგეთ პროგრამა გავაზრდოთ, რომ იმეს ხო ქვეყანა რომ დაგვესხეს თავს, ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ. ხო. ჩვენ ხა პატარა ქვეყნებს ნახულობთ, რომელიც ძალიან ცოტა ისინი აქვს ჯარი, ძალიან ცოტა ყავს ჯარი და ხო. და ხა აქ მივიდით ალბანეთთან შევეჯიბროთ და მოვუგეთ და დავიყარით ეს ქვეყანაც. აქ რა თქმა უნდა გავაზრდოთ ფულის ფული ავიმატოთ ძალიან სწრაფად და ხო. აქ კიდე გავაზრდოთ საქართველოს ჯარი, რომ უფრო კარგი ჯარი და ისინი ყავდეს. ჯარი და აქ ჯერ გემს არ გავაზრდებ, იმიტომ რომ არ არის დიდი ქვეყანა, რომ გემები ყავდეთ. ანუ პატარა ქვეყნებს გემები ამ თამაში არ ყავთ და ჩვენ შევამოწევთ იტალია, ვიცი რომ იტალია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მაგას ჯერ ვერ დავიბრყობთ და ჯერ უნდა გადავიდეთ სხვა ქვეყანაზე, რომ დავიბრყოთ, ანუ პატარა ქვეყნებზე. პატარა ქვეყნებს ყველას დავიბრყობთ
მაქედან გადავიდეთ მე დიდ ქვეყნებზე დიდ პატარა ქვეყნებზე რა შეიძლება ეთქვა ეხლა აქ ნახულობ ყველა ქვეყანას და ხო აქ ნახულობ რომელი ქვეყანა ამოარჩიო და კიდევ ნახულობ ფიქრობ რომელი ქვეყანა აღმოჩნდა ხო აქ ნახულობ ეხა ყაზახეთის ვნახე ირანის ვნახე აქ რავი რეებიც ვნახე საუდის არაბეთიც ხო რეები ქვეყანაც არ ვნახე ხო ეხლა ვნახო პატარა ქვეყნები ხო და ნახულობ პატარა ქვეყნებს რომ დავიწყო და საქართველოს ძლიერი გავხარ ხო მაგისთვის უნდა დამჭირდეს საქართველოს ჯარი გავაზრიელო რომ კარგი ძლიერი საქართველოს ჯარი ყავდეს აქ ბულგარეთის ვნახეთ რავი რეები ვნახეთ რუმინეთის ვნახეთ ეს თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდოთ იმისთვის რომ ძალიან ბევრი ფული მივიღოთ ანუ ძალიან ბევრი ფულს არ გვაძლევს მაგრამ საკმაოდ ბევრს გვაძლევს აქ საფრანგეთს ვნახავ როგორც მახსოვს აქ საფრანგეთს ვნახავ ვნახე საფრანგეთის ფრანც ხო საფრანგეთს ვაფშე ვერ გავიმყო ვერც ესპანეთსაც რა თქმა უნდა ვერც პორტუგალიას აქ ვიცოდი რომ ვერ დავიმყობთ აქაც ახალი გავჩერდი რომ ფიქრობდი რომ რომელი ქვეყანა ამერჩია ხო ეხლა აქ ვიცო რაღაც პატარა ქვეყნებს ხო და აქ ნახულობ ეხლა რამდენად ყავს გაზრიელებული ჯარი რომ დავიმყრო აქ ჯარი რა თქმა უნდა აქ ჯარი ვარ გავაძლევთ ვაფშე აქ არ გვეშველება ხო ხო და ეხლა მინდა დავიმყრო ეს რაღაცა ქვეყანა არ ვიცი ამ სახელი არ ვიცი ხო და ამ დროს მომივიდა მესიჯად ტრეიდი ანუ ვიღაცისთვის უნდა გამიცვალა ანუ რაღაცა გავცვალო და უფრო ბევრ ფულს მაძლევენ მაგაში კიდე მოუნდა ავსტრალიიდან ინდოეთს კიდე მოუნდა თივა არ ვიცი ინდოეთის თივა რას ჭირდება მაგრამ რავი აქ დასჭირდა თივა ხო და კიდე ეხა ავსტრალიაში წასული ვიყავით გემით და უნდა ნახოთ ეს თივა აქ მომივიდა რომელ ქვეყანას დაიმყრობდა სხვა ქვეყანა აი გერმანია დაიმყრობდა მაგალითად ეხლა ის ახლახანს რაც დავიმყარი იმ ქვეყანას ესენი აუცილებლად უნდა ნახოთ სანამ ამ თამაშს გადმოიწერთ ხო და აქ ეხლა თივა უნდა ვიყიდოთ ძალიან საკმაოდ ბევრი მოგვივიდა ეს თივა და ეხლა ინდოეთთან მივდივართ აი ამ ბევრი თივით და უნდა ეს თივა აქ ნახე რომ ატომური ბომბი რამდენ ხანში მექნება და აქ უკვე ძალიან ბევრი ფული გვაქვს შეგვიძლია ჩვენი ჯარი გავაზრიელოთ აი ძალიან მაგრად და ხო აქ კიდევ ნახულობ ქვეყნებს და ვაპირებ რომ კიდე დავიმყრო პატარა ქვეყნები ხა აქ არ მაინტერესებს თვითმფრინავი რამდენს მაძლევს და ეხლა აქ ვიპოვე პატარა ქვეყანა როგორც იქნა პატარა ქვეყანა ვიპოვე საკმაოდ გაზრიელებული ყავს აქ შევამოწმე რომ საქართველოს ჯარი გაზრიელებული ყავდა თუ არა და ასე შემდეგ თუ გინდათ dig და doors no space მეორე ნაწილი ეს ჩვენი არხი ავიყვანოთ 170 გამომწერდა და ეს ვიდეო ავიყვანოთ კიდე 50 ლაიქზე და დაიდება მეორე ნაწილიც